რა სიტყვი მე მგონი მოგვიყვანა აზე იმ არაყვა ცოტა გამოფხიზდით მინდა გითხრა და ის ხელი წყალიც კაია მაინც ნელ-ნელა უბრუნდებით ფორმას ჩვეულ ფორმას შემო კი ბატონო კაცო გამოვიხადეთ თვალში სხვათა შორის ეხლა რო გაიხსნა რაღაცა კეიფის ხასიათზეც მოვედი კაი პულმარილი მე მგონი შემდეგი გადაცემა თავსაკრულებმა უნდა წავიყვანოთ მე რომ ვაკვირდები მოვლენებს აი ესე იგი სეზონის პირველი გადაცემა გახლავთ ჩემო ძვირფასებო თუ ეს თქვით უკვე ყოველ შემთხვევაში ახლა უკვე ფხიზლად გეტყვით და ამ არაჩვეულებრივი და კარგი ადამიანების წარდგენამდე გეტყვით რა თქმა უნდა პატას და ნიკას შოუს უყურებთ აუცილებლად ყოველ ხუთშაბათს 22 საათზე და აქვე მინდა ვთქვა ისიც იმ ჩვენი ტელემაყურებლების გასახარად რომ 17 იანვრიდან იწყება მიხოს და მაროს ახალი სეზონი კომედი არხზე ახალი სეზონი თავისი განახლებული სერიებით მთელი ინტრიგებით ჩახლართული ჩამოხლართული რაღაცები და მოკლედ ის სერიოზული გეგმები ამ სერიალს კი ბატონო ასე რომ 17 იანვრიდან ყოველ შაბათ-კვირას კომედი არხზე საღამოს 8-ზე მიხო და მაროს ახალი სეზონი და ამაზე ყველაზე კარგად ვინ მოყვება თუ არა სერიალ მიხოს და მაროს მსახიობები ძალიან მაგარი ხალხი მოკლედ ყველას ისნობთ ძალიან კარგად და მოდი თავად მოგვითხრონ ამის შესახებ ვიჭებო მაშ ასე სტუდიაში მიხო და მაროს მსახიობები გენაცვალე, გადასარევი. როგორი ბეჯვარები ვართ მერაჩემიდან აი და ჩამოიარია ხალხი მონახე როგორი ჯვარი და აგუ ვერაო ესე იგი ჯერ დიდი მადლობა გადარჩენილებს რომ გიყურებთ ამ ახალწლებზე მიხარია თქვენი ნახვა და რა მაინტერესებს ამ კოსტუმებს რატო არ იხარით პირველი შეკითხვა ესე იგი დამიჯერეთ კოსტუმების გარეშეც გცნობენ აღარ გიდათ ეხა ესე იგი მაგრამ გიხდებათ რატო გაღადები შეიძლება ნახე როგორ იყურებს ნეტა ესეთი პერანგი მამცავ რა ვიცი დავიწყოთ საუბარი ჯერ გილოცავთ შობა ახალწელიწადს და რა ვიცი მრავალს დაესწარით და მედნიერები, ჯანმრთელები, გახარებულები, წინსვლა, შარლოი, ფარნასა, დოვლად, სიგეთები, არ გამოგიდგენთ. თქვენ გენაცვალეთ რა? დაგლოცოთ. ხო, აჯობენ სოცხო, გოგის გარდა ვაგიზზე გულსაგა ბოზეზე გაწუხეთ ზეობალ ხომ. ტყუილად გენაცვალეთ. შენა ტყუილად კი არ თქვა მონოლოგში წყალი მომიტანაო, მეუღლემო და სანამ საქართველოს ადრინძელო რა ვთქვი კი ვერ დავლიეო და ეხლა ეს არის სალოცავების ადრინძელოზე. ჩვენიერი შოთაძია ბაბონო როგორ არის საქმე ჩემო ძმას ჯანჯო პეტერათან და კიდევ რამოდანა როგორ კი არა აშვებით რა ხდება რა არის კარგი რომე საით გავიღე ჯერ ყველა აქ არის და კატა არავიდეს იქ სერიალში სუბრაზე გავალ გავხედა თემურ ბატონო რა ხდება თელავიდან მოვყვეთ ხო ახალი წელი როგორ ჩაივლიდა გასაგებია შვიდობა მაგრამ ბაკურაი გადამკიდე ხო ვეღარ გამოდივარ გარე რა არისო კაცო ეგ წესერი კაცი იყავით ამდენი გინება რა უბედურება რა სილანძღები ამდენსაოდა მერე მე ამდენი დავთხარჯო მარტო ბაკურამ გინება კი არა კაი დალოცაციც ისმეთი და გინდა აი დალოცა აბა მიდი ო ღმერთო შენ აი წყალობდე აქ ბრძანებელ ყველასა
გაჭირვებულ ბრალობდე არაკლებდე შველასა შაწიე ღვთისმადლი შემოსილი მღვდლის მადლი უცოცხლე სახში მყოფი შინაური გარეული მეღვინე მზარეული კერა მისი შემკურე ყველა გაგიმარჯოთ თქვენა ეჩარეკა მენა მეტეჭიკა მეთმა მოქცეს გული მხიარული ხელში ჭიანური ჯიბეში ფული ბეღელში პური ღმერთმა გამოგიყვანოთ თვალადი ტანადი პურადი გულადი ღმერთმა სახლი აგიმსო შვილითა საბძელი შვილითა თქვენი მტერი დაამარცხოე ეზიდებოდნენ ვირითა და სიყვარულზე გამახსენდა ერთი გოგო შამი ყვარდა კოცნაე ვერ დავაჩვეო როგორც იქნა შავი პირე ადგილი შავარჩიო სასიდედრო წამომადგა კოცნა რომ დავაპირეო რავას პლავზე დავიბადე ამი დედავაპირეო გილოცა მაინც ჩაიკუთხა ბაბა ესე იგი თქვენ კი ჩაგერთვალათ მაგრამ ჩემ პროდიუსერებს ვერა რომ ღვინო უთხოვენ და სულ აქედან იყო ჩამოსატანი ორი და ყველას დააწყდა მაგრამ ასეთი ახალი წელიც არის გვეყო სახლში რაც დავლიეთ მარიამ თუ ეთოთი უფრო როგორ გესმის ყურს შენ თვითონ მიეჩვიე ხო კი მიეჩვიე ეთოზე უკვე ქუჩაში ეთო მიხედები ხოლმე რომ მე ხო არ მეძახიან მეც ეთოს ვეძახი მეც ეთოს მარიამს კი აღარ ქალბატონი ეთერის გავიგე მაგრამ შენ რატო მონას ვეძახი და მაროს ქალო რა ქვია ნონა მარიამ აი ჟამეს ხო არ გვეტყვი ისეთ საინტერესოს მინდა მოუყვე ჩემს მეუღლეს პირველად რომ შევხვდი პაემანზე რა მოხდა საინტერესო მეუღლის სახელი გითხარ გივიკო ხო გივიკო გიორგი არ ვიცი ისე მოხდა რომ ვერ გავიცი მაგრამ გავიცი ну მივედი ახლა ჭკუაზე არა ვარ ცეზარ ჭამროვითომ ძალიან უჭმელი გოგო იმიტომ რომ თან ახლა უკვე 30 წლის ვარ ხო და მირეკას ტელეფონი და დავხედე და მე ვთხარი თან მანამდე მეუბნება რომ ძალიან სერიოზულად მომწონხარ და მომავალზე ვფიქრობ და ну უკვე ჭკუაზე არა ვარ დავხედე ტელეფონს და მე ვთხარი ძალიან დიდი ბოდიში რო არ ვუპასუხო გამორიცხულია მეთქი და არის დათა და ტელეფონში მიწერია გოგიტათი, იმიტომ რომ ჩაწერებისთვის ჭირდება ხოლმე და აღარ ცვლი და ხედა ამ ტელეფონს და გოგიტა აწერია და ხო დათა მეთქი და მან უკვე რაღაცა შეეჭა. და უნდა დავგეგმოთ მეორე დღეს მოვდივართ გადაღებას და წინასაღამოს გეგმავთ რომელ საათზე გავიდეთ რაღაც და ხო დათა მეთქი 7-ზე გავიღვიძოთ, ყავა დავლიოთ, მან გავიდეთ მეთქი და დარჩენა არ მინდა ხო იცი სახლი, მაინც სახლია უკან გამოვბრუნდე. უკვე წითელია რა ბიჭი ხო და მეთქი ხო აბა რას ამბობდის მინდა ის დაბრუნდეს რომ მომავალი და ყველაფერი ხალი ელოდე ველოდები და აბა როგორ მეთქი და ვინ იყო და ძალიან ინსტინქტურად ჩემი ქმარი იყო მეთქი ხო თბილისში მივდი მაგდა გაია მარია გადავჭი ხება უხსენი მეთქი არა სერიალის ის გადარჩენა შეგერა შეგვა ეხლა ამან ბავშვენ აგ ვიზიტებს წინ და უკან კი ეხლა რომ მოვდივართ ხოლმე მე მირეკავს ხო კარგად ახარ მირეკავს ხოლმე მე ხარ შენ ხარ მეუღლე და იმას მივეჩვიე და ქმარს ვეძახილე ის მეუღლია ეს ქმარი კარგი გოგო კარგია შეგენახა მეოქროები ხარ დიდი მადლობა დათა შენს კი რა ხდება რა ვიცი ცოცხლობ ჯერჯერობით საერთაშორისო მე რამდენი სეზონია არ მახსოვს და კახერკაც ქუდის დაფარება ვერ ვასწავლე შეხედე როგორ ახლა მაგი ცოტა გვერდზე უნდა დაიფარო გვერდი იცი რა არის რომ ვიფარებ გვერდზე კარგად მაფარია და რო ვჭდები უკან გადადის ვერ გავიგე როგორ უნდა დავიფარო ხო და რა ხდება შესკინა მამითა როგორ შევხვდი ახალ წელს შენ ეხა დალიევასთან ნამეტანი არა ხარ არა ვარ მაინც და მაინც მამა ჩემი ვით რომ ჭიქას რო ხელში იღებს და ეს ხში შედის ესე არა ვარ არ ვიცი ეს რამდენად გავაჟღერე ტელემაყურებელს მინდა მიმართო რომ ჩვენი ბაკურა ბატონი თემური და ჩვენი გოგიტა ბატონი დათა
მამაშვილი არიან და ასე ერთად აშუდა და უწევს სერიალში სცენაზე კი ბატონო, მაგრამ აგერ ტელეეკრანებზეც ერთად და ესეც იღბალია არა ნიკოლოს? თავისთავად, რა თქმა უნდა. კარგია. არ სვავ. წამომეყვანა ეს აბა რაკენი ახალწესი. სოვდი რამე თლათ ეთერას იმაზე ხوار გადახვედი. არა, გავერთე კარგად მეგობრებთან ერთად. საყვარელ ხალხთან ერთად ცოტა დაულიე, ბევრი არ დამილია და უსმენდი ძელს სადღე გძელოებს. ანწების და ასე შემდეგ, ლექსების და კარგია, მამაში სხვადასხვა სტილი უნდა ქონდეს, ხო ერთ სტილზე ხوار უნდა იყოს, მაინც და თემო ბატონს მაგი არ ეშლი რანაირად. არა, ისიც მიყვარს, კაცგან არ მიყვარს, უბრალოდ ვათ ჩემი არ არის. მე ვაკვირდები და ვხვდები რომ არაფერი ისტორია არ მოგიმზადებია. არ ფიქრობ მოყვე თუ არა, იმიტომ რომ გვერდზე ზიზიყა და უდა მოყვე. მიდი აქ ვარ. მოკლედ თელავისტიაც გასტროლი ქონდა და ბატონი თემო იყო აქ წასული რა. და აქედან რაღაცებს ახლა ვეუნები რომ აი რა გინდაო რომ ჩამოვიტანო იქიდან. რაღაცები უთხარი მეთქი ესმინდა და ნუ არც ველოდები, იმიტომ რომ არც მახსოვს 10 დღეა გასული. და ვიცი რომელ საათზე მოდიან, რომ უნდა დავხვდე ღამის 3 საათია და წასული არის ერთი ზურგჩანთით. ავტობუსი გაჩერდა და ჩამოვიდა მამაჩემი ზურგჩანთა კიდეა და ორი დიდი ჩემოდანი მოაქვს რა და კი დავფიქრდი ხა მეთქი ამდენი რაღაცა ეთყობა კაი რამეები მიყიდა მე რა და არაფერს არ ვეუბნები რა სახლში მივედით ველაპარაკეთ აბა როგორ ჩაიარა სპექტაკლი ბედნიერი ხარ ძალიან ვიცი რომ ბოლოს რაღაცა უნდა გამიხარდეს და რაღაცა ის დედაჩემს ჩამოუტანა შარფი რაღაცა არაფერი ისეთი ჩემთვის არ ჩამოუტანია და უბრალოდ ამ გახსნის პროცესში მეც გვერდზე უდგავარ და ეს ბოლო ჩემოდანი რო გახსნა და არის კარაკით საოსე. ანუ ერთი ჩემოდანი კარაკი აქვს ჩამოტანილი კილოიანი კარაკი რა და ბიჭო მეთქი აი რა თქინდა ეხა ამდენი კარაკი შენ არიციო ეს როგორი ნატურალური არის. ორი თვე მეზობლებში ვარიგებდი კახს და არ თხოვდებოდა. იმის მერე არაფერს არ ვაფარებ საერთოდ. აი, ვირო მადლიო. კაი მე ხოცე რომ გამეიღურება ბაკარაკის დამსახურება. შენ არიცი ეგ რა კარაკი იყო? მე მაგასტროლზე ვიყავი, თელმათიათმა კიდე ცოტა ჩამოვიდა და სამსამი წამოიღო. არა, უბრალოდ მინდოდა გაეგოთ ამათ რა კარაკს ავჭამდით ოდესღაც ახალგაზრდობაში ჩვენ თაო. მე ერთი პაჩკა წამოიღო, შეგაიგე. რას მერჩოდი 20 კილო კარაკი რატო უნდა ჩამ. აი გასაგა 20 არა. შოთა ბატონო, შეგენაცვალე. იგრებო. ჩვენი შოთა ბატონი ახალი შემობრძანებული პერსონაჟია. დღეს კიდევ მაყურებლის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ჩვენი თეატრის მსახიობები იგივე ბოდიში თეატრი ხა ესე წავი. ჩვენი სერიალის მსახიობები რამოდენიმე ვერ გახლავთ, იგივე ჩვენი ვარდო, როლანდი, იგივე უქრომსია. სოფო, ნუ გარკვეული მიზეზების გამო ზოგჯერ გასტროლია ხოლმე თეატრის. ისე ხოთაშოვის რადგან შევიკრიბეთ, მინდა ერთი რამე ვთქვა, რომ ხშირად არის ხოლმე ამა თუ იმ პერსონაჟზე გამოაჩინეთ სადარი, როგორ ისე საერთოდ მივყვებით რა როგორ იწერება ზოგჯერ ესე, მაგრამ ეს ადამიანები არიან პროფესიონალი მსახიობები, უმრავლესობა და აქვთ თავისი თეატრებში წარმოდგენები, სპექტაკლები, გასტროლები და შესაბამისად კონცერტები ინდივიდუალური, რა ვიცი, შემოქმედი ხალხია, ნიჭიერი ხალხია და ხანდახან ვერ ვახერხებთ ხოლმე რომ ყველა სერიაში იყოს ყველა გმირი და ასე რომ ესაა მხოლოდ და მხოლოდ მიზეზი იმ დიდი ისტორიისა, რასაც თქვენი ასე თქვათ გულწყვეტა მოყვება. თუმცა ამისთვისაც დიდი მადლობა რომ ეს ერთგულად გიყურებთ და თითოეული სერიალის თითოეული ნაწყვეტი იცით ვინ სად და როგორ არის. და ასევე ბატონ შოთაზე მინდოდა მეთქვა რომ ახალი პერსონაჟი გახლავთ და ძალიან შეიყვარა ნიკოლოს ხალხმა და ბატონო, კი, რა თქმა უნდა. თავისი რაღაცნაირი ის კი არაბიძესაც კი შეაყვარა მისი ერთ-ერთ კურმარზე გამღერი სიმღერა. შოთა, შენ წარმოშობით საიდან ხარ? წარმოშობით რაჭიდანა ვარ, ამბროლაურის რაიონი, მეორე ტოლა და ერთი ეგე 23 გიორგობას 23-ში გვარი შეგრება იყო ლომთაძეების გვარისა. იცი და პოპულარული ვიყავ კახელი ლომთაძე რო დაიწყო. როგორ წაი? თეთრი ღვავებით ვიყავ რა, ხარა გელა ბავშვებში.
სანახავად დადიოდნენ დანარჩენ ლომთაზე. დასლაბარა გოგო აგე შენი მეგობარი ყოფილა ნიკა ვენათოლე ჯები ბათულიჩი კაცო ბათულიჩი სადა მიყვანა ბიჭო იქ ხეზე კაცო 4 კაციანი მაგიდა როა ხეზე მაგლა აუბობდი მაგრამ ჩამოსვლა აღარ მინდოდა ბევრი დავლია კარგი იყო და აჯობე დალევაში მაგ იბერებოდი მარტო ამათი გიგედა უნდა აი მეიცაი მაგას ამოჭრი თუ არა ზღვაზე წახვიდი არამე რა ვიცი მე გასავლელი გაგიგდა შენ ახალ ციკლზე სამსვლელი არ ხარ ზღვაზე კიდე ის გამახსენდა ველი ციხე ხო ველი ციხე ხო და ისტორიული სოფელი ძველი სოფელი მთელი ეროვნების სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობს ის სიმღერა ბოლოს ვამღეროთ სხვათა შორის ეს სიმღერა ისე მოგვეწონა სიტუაციურად გაამართლდა რომ თვითონ სერიალშიც გამოვიყენეთ და ეხლა მე დავწერე მე დავწერე ჩაიდი გამიტყლა ჯებიაო აი ეხლა ვიცია 90 წლებში არეული დრო რო იყო მაშინ ამღეროდით ხოლმე ამ სიმღერას მაშინ მე ჯეილი ვიყავ კოლა მეთქი ჩაიდი კოლა შენია არა კაცო მე ვიცი რომ იმისია რა ქვია ეს მე რა ებრელი კაცო ის ვიცი რა გვერაზისა ოიცი ვიციცა კი ვიცი არა ნამდვილად თქვენია მე კი мама პაპურა თქვენი ის გეხურებოდათ ჩაირიკა ნიკობას ვენაც იცი რა მაინტერესა აი რამდენად უძლებთ თქვენ დატვირთულ გრაფიკს ერთი ორჯერ შეგატყი რომ კიდე გადაღება კაცო უშამასაც აქვენა მოვიდე სამშაბათს იმ დღეს რა დაემართ ამ გადაღებაზე ვინოსთან ჩალიჩობ ჩემი ბიჭი და მოდი გადავიღო თუ გადაღება არ გამაგონო გადაღება არ გამაგონო ეს მოდელდაგო იქ არის გადაღება პატამ ჟამჭაბა მაგა ის კიდე რა არის ხო იცი მაგა ახლა მეორე მხარეც ხო აქვს მაგას თავიდან ხო ვინმე რო გირეკავს სიტყვაზე ანიქიდან დაგირეკავს კახეთი და თუ რა მნიშვნელობა და ერთი თუ სამძალია გადაღება ესეც ხო არის აბა ბიჭო მაგარ აფხელა ძალა ესე ქალბატონო ეთერი შინაურია და ვარაგეთ გეგონება აი არა ფულია რა ტრენი რაგინა რას გადამეკინა რა ვიცი აბა რა ოხტა ეთერა ხო ეხლა აბა როგორ გაატარე ახალი წელი როგორ შვენივრად გამოიყურები მადლობა არა უშავს ხო კარგად ხარ მე ვიცი თქვენი ამბავი რომ ერთობ შეგიყვარათ მაყურებელმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მადლობ თქვენი დამსახურება რამეში აი გამოიხატება ეს აი რამე ხوار შეგიძლია გაიხსენო აი რა გავიხსენო ეხლა სუცუდები გასახსენებელი და რა უნდა გაიხსენო წერვა პლურალში ხარ ჩვენი ვისაც ხედა სიმღერის ჩაწერაზე რაც მოხდა მე გამიხსენე მომზადებული არაფერი არა მაგ რა გავიხსენე არა სიმღერის ჩაწერაზე იყო ძალიან კაი სიტუაცია მე მოვყვები ესე იგი სიმღერის ჩაწერაზე ვიყავით სტუდიაში შევიდა ქალბატონი ეთერი ვინც არისო იქ და ბიჭებო და მე ვუთხარი რომ ხელით განიშნებ თქო რა მე ველაპარაკები რა დაუქნევ ხელს შედის რაღაცა იწევს მაგრამ ტაქტით წინ არის ხან უკან არის ვერ გავიგეთ რაღაცა კი მიდის მაგრამ რაღაცა ხდება და მე ვუთხარი ცრა ქალბატონო ეთერი რაღაცა და მივხვდი რომ მარჯვნივ ვიყურება რაღაცა აქეთ ვეუნები და ისევე შევედი ეს კურსაცმენები არ ქონდა მუსიკა არ არის ესე იგი ჯექსონს არ უმღერია არის მუსიკა გეს სამჯერ რო იღერა მე თქვა მუსიკა როდის იქნება ნონა და იმ მელოდიაში ისაღებია რა დროს უნდა დაიწყო რა მუსიკა და აღმოჩნდა რომ აბსოლუტური სმენა არ ვიცი ამას კიდე რა ქვია არ ვიცი სმენა მაქვს მაგრამ კომპლექსი რაღაც სიმღერასთან დაკავშირებით წევრის კომპლექსი აი მე მან თავისუფალი აი ალბათ შეამჩნევით მისი პერსონაჟიდან განსხვავებით აბსოლუტურად
საწინააღმდეგო და სხვანაირი ქალბატონია და ძალიან საყვარელი და მადლობა გაიხარე და შენი იმედი გვაქვს. დიდი მადლობა. აბა მე მაგამის იმედი დიდი მადლობა ჩემს საყვარელ მაყურებელს, რომელიც ყოველ დღე, ყოველ წუთს მხვდებიან ქუჩაში და ულოცავ ახალ წელს ჩემს მაყურებელს. დიდი მადლობა იმ კომენტარებისთვის, რომელსაც წერენ ჩემთვის და ყველასთვის, რა თქმა უნდა. კარგი იქნება რომ შოთა ბატონი, თქვენი თემა სანამ ესე დაბოლოვება ეს სიმღერა რომ მოგვაწონე გააკეთე და დაუყო. აბა შოთა ბატონი გისმენთ აბა. ყურადღებით დაძაბული. შეგეძლოთ ისე გამიკეთეთ გულით რა. ვინცა ქვეყნა დღისეული გაცია ქართველობა ყველა შუბლზე აცია ქართველია თანაც ქრისტეს შობელი სიყვარული მისთვის თანამადლია ყველა ზუმარს ქართველებთან კეიფი ყველა ზუმარს ქართველებთან დარჩენა საგადის მოკაშკა შემახმილი ლეხის ბიჭი მარაბდები არსენა რუსი უზბეკი და გაგაუზი ყველა რუსისთვისა აფხაზი და ალბანელი ოსი აზერბაიჯანელი აბა ჩვენთან ვიღა დამომწონე ბატონები ჩიხტაგობიანი ქალბატონები ყველა ქართველებია ქართველია ბალანჩინი ბაგრატიონის შამილი შახის ბებია დასტარინი და ლავრენტი მერია გადავხედო ბრავო კარგია ვაუ ყველა ქართველებია და ბოლოს კიდე ერთხელ შახის ბებია შახაბაზის ბებია ვასკა კაი მოგესალმებით ცოტა რთული პერიოდი გავიარეთ ამ ახალწლებზე კაცებმა განსაკუთრებით კაცებმა და სხვათა შორის შეთქვინო დიეტაზე ვარ და როგორ არ აღნიშნო რომ გეტყობა 5 კილო მოვიმატე ამ დიეტაზე როგორც ყოველ დიეტაზე ვიმატებ ამ დიეტაზე ვასკა ბოდიში ასე უნდა ზართულის გავიარეთ ახლა ამ განსაკუთრებით მამაკაცებმა ახალწლებზე იმიტომ რომ აქ საცივი გასაკეთებელი გოზინახი ქალებს რა ენაღლება სვამდება ხელებით ვარ და რავი, ახალი წლიდან არაფერი, მამებზე რო ჩამოვარდა და ლაპარაკი, ვის ისტორიას გავიხსენებდი თუ არა მამაჩევის. ამასთანავე სამსახურში ვარ და ტელეფონზე მირეკავს, აი ხო შეიძლება რაღაცა სხვა თემაზე დაგე. მირეკავს ტელეფონზე და ერთი ჩიტი უყარს განსაკუთრებით გაზაფხულზე მოფრინდება ხოლმე და გალობით უნდა რომ გაიხსენოს რა ჩიტია და მე სახელი რატომაც გონია რომ ვიცი ამ ჩიტის რა და ესე მირეკავს. ვასი როგორ ხარ? რავი, არა მიჩავ შერაშე. ვასი რა მაინტერესებს იცი? გაზაფხულზე რო პირველი ჩიტი მოდის ხოლმე, აი ასე რო გალობს, ილია ჭავჭავაჭი. რომელი ჩიტი გალობს, ილია ჭავჭავაჭი. რომელი კალი ჩავი ვერ რომელი ჩიტი. არ არის აზვინი გასახსენებელი. ილია ჭავჭავაჭი. რატომ იამსგავს ასეთი გალობები? ჭივჭავი. ხო ის და პოეტური მამა ყავს, რატო? ხო აი ეს მოდა რომ ილია ჭავჭავაჭი ეს გალობები. მე ვიცი იმას რომელი ღეროს სიოღვიმელი ამას რო გალობს მე მოგიწია ხაშურში სხვათა შორის კი აი არაბა მიცის ხაშურის გოჭი ეს ხაშურის ღვინოა განსაკუთრებული ჩვენ კომულეტური ლურჯი აგა კომულეტური ლურჯი ეს ხო ხო ჩვენ მეგობარი ერთად გგზავრობთ რა მანქანით რა და აი ხო შეიძლება ინატრო მაგალითად რაღაცა იმერული ხაჭაპური რაღაცა კაი ახო კახეთში აი ხაშრა რაღაცა რაც გაგიგონია რომ ასოცირდება იმ კუთხესთან რა რაჭული რობიო ხო რაჭული რაღაცა აუ ახლა ჟორდა ახლა ვიჟდა კაი ხაშურის გოჭი
ეს მოახრის კაცი ვარ. მე ხაშურის გოჭი მაჭამარ. არა, მე ხაშურის გოჭის წინაშე ქედი მინდა მოვიხარო. ზოგადად, მაგრამ ხაშურის გოჭი მე არ გამიგია. დასარე ვაწავენ, მართლა ოღონდ. თქვენამდე კი ვერ მოვიტანე ეს ხაშურის გოჭი, სულ ცხეთამდე მეჭმევა ხოლმე. კარგია, ნანუ. შეესკე რა ხდება, როგორ ხარ ლეკვივით მიმჭდარი. კი გიყვარს ეს შინაური ცხოველები და რო გაკვირდები გარეულიც. ყველაფერი წელი. უნდა ერთ პატარას ვიტყვი რა. გადაღებაზე შემოფრი და ბზიკი და ეხლა ყველა შეშინი არ გვიკვინოს და მე მოუღირე რაღაც მეთქი ჩავარდავ ეხლა მივასიყვდი ეხლა შეეშინდა. აუ არ მოკლავ მე ერთი წამი თუ და ისახოცი შემოახვია გააცილა, კარი მოუხურა და ცოდოა მე ზამთარში გამოვაგდო კარეთ მომეკლა ხოჭობდა. ძალიან დიდი ისა გაქვს ამ ყველაფრის მიმართ რა. კი, რა ვიცი, ბავშვობიდან ასე ვარ. ახლა წელს გილოცავთ. პირადად მე შევხვდი კიბეზე. კიბეზე რა, გასაშლელ კიბეზე. კიბეზე რა კალიები იყვნენ და ჩამომჭიქი. არა, ჩემმა მეუღლე მიყიდა შამპანური თან წითელი ფერის. და ყოველ ახალ წელს ვაფრთხილებ. აი 17 წელია ერთად ვართ, 18 უფრო სწორედ და 18 წელი არ გახსნა სახში შამპანური. არ არსებობს ან რაღაცა იმტრევა, ან ვიღაცას ხვდება ეს ისა და ახლა ბიჭო არ გახსნა ვეუბნები და რა თქმა უნდა გახსნა და იყო წითელი. და 12 საკლია 1 წუთი და ბუფო. მე მინახავს შამპანურის აფეთქება, მაგრამ მსგავსი არაფერი არ მინახავს. აი, ვულკანის სამოფრქვევა იყო ეს და თელი თეთრი ჭერი სუწითლად არის. მოვიტანე კი. ცეცხლოვანი ცხენის წელია. იმედია კარგად დამებედება, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გარეთ ბუთქუნი ულოცავენ და მე ვდგავარ კიბეზე შენი გავაკეთე ხო გითხარი არ გახსნა და აქეთ დომესტოსი აქეთ ვედრა და მოკლედ გუშინ შევღებეთ ჭერი. კარგი გამოგვივიდა. კარგი დრო გიტარებია, ესე იგი გუშინ შევღებეთ ჭერი ხელოსანმა ვენეგრეთის ფერზე დასვა. ზუსტად რა. ფიტაფი ჭარხლის ფერზე ვერ დაასმევინე. ჭარხლის ფერი, ესა ხო. არ მინდოდა რა. შენ სიტუაციაში არ ახარ შენ ესეთი ეთერაში არ იყოს ესეთი ბრაზიანი. ხო, არა. ხანდახან კი, სხვათა შორის. უფრო ახლა დამეწყო რაც. არა, ბრაზიანი პირიქით. ხასიათში გამიჯდა ეს ნანულასისა და ზაგარ როგორც საუბრობდით აკა. ყოლა არ გეგონო. ზაგარ როგორც საუბრობდით, ყოლა როგორ შეიძლება მწერები ცხოველებზე არა, მაგრამ ლაპარაკი მწერები, რა ვიცი, კოღო ბუზები, ლიბერალები. ხო იცი ის ლექციურა. აი მაგალითად აგერ აბასინათ გველების ქორწილში იყო დამაგიშებული. შენიერი დრო ატარეთო? კაი დრო ატარეთო. ერთი ისტორია. აბა, შეგენიშნა. ერთი არა, ორი. პატარა. კაი. ერთი მასეს სტუდენტობისას ვმუშაობდი კაზინოში, სამორინეში უკაცრავად და რა საკეთე? ну მიმტანად ძირითადად კრუპიეთაც მიმუშავია, მაგრამ ძირითადად მიმტანად მუშაობდი. ხო და საღამოს 8-9 საათზე პატარა ესეთ ფურშეთს ვშლიდით ხოლმე რა, ბუტერბროდი, დაჭრილი ძეხვი ყველი, რომ ეს ხალხი დღეები ვინც ზის იქ და არ ახსოვს ჭამა რაღაცა შიმშილით გული არ წავიდეთ. ვშლი ამ თებშებს ვაწყობ რაღაც აქეთ-იქით და ეს არის ქალი მოდის რა და აქეთ ხელში უკავია ფიშკები. თან ესე ატრიალებს რა. და აქეთ სიგარეტი აქვს და უყურებს რა რას ვაკეთე და ებე შვილო რა იყო? სამარხო არაფერი არ და გავხდი. აქეთ ფიშკები, აქეთ სიგარეტი, იქეთ სამარხო. კარგია, კარგი. და კიდე ერთი პატარა ისტორია მაქვს ემიგრანტებზე.
ჩემი დედამთილის ახლობელია რა. წასულია იტალიაში, ტრადიციულად მუშაობს უვლის მოხუცს. ხოლო ესეთ რაღაცა მოუვიდა. გახდა ეს მოხუცი ცუდად. გამოიძახა ამას სასწრაფომ წაიყვანა, დაურეკა შვილებს, შვილიშვილებს, ესე გავარდნენ ისინი საავადმყოფოში და ეს დარჩა სახლში და ურეკავენ ცოტა ხანში, რომ ეხლა ჩვენ გასასვლელები ვართო და ჩემ შვილიშვილს გამოგიგზავნიო ეს ქალი რა და წამოგიყვანსო და შენ დარჩები ამასთანო აქ საავადმყოფოშიო, კარგიო. მოვიდა ეს შვილიშვილი, ჩადის ეს ქალი და ეს ბიჭი ზის მოტოზე. და სპორტული თან რა ესეთი მოშინი. და ანიშნებს დაჯექიო და ეს ქალი არის თვითონაც ახალგაზრდა არ არის რა 60 გადაცილებულია რა და ეხა ცხოვრებაში არ მჯდა რა მოტოციკლებზე და ვერ დავჯდებიო მე შენ აი დაიწყო იმან მეჩქარებაო კაცო მაგის რო არ არისო და ქალმა ერთი ამოისუთქა დაჯდა ჩაებღაუჭა ამას თვალები დახუჭა და იმან დუმდგარ ამოქოქა ამან ვაიო და ამა ჩაჭირა და მიქრია და ეს ქალი უმატებს ვაი და თურმე იტალიურად ვაი ყოფილა წადი აი მიდი წადი რა რაღაცა ესეთი რა ეს ბიჭოს უკან იყურება და ვაი ეს უმატებს და მიქრია და მოგნედ ეს ქალი კარგ დანიშნულების ადგილზე მიიყვანა იქ მოასულიერეს ცალკე ეს ქალი და შენ კიდე გეშინოდაო მე იმანოთ რა ყარებიაო არა და ვუი რო ეთქვა გაჩერება მოკრო აი ნონა აი ძალიან ეჭიმე პარება რომ რამე გაქვს მომზადებული ნაჭამი რო ხარ არ მეყარება ახალწელს შენ ეხლა აგერ გუშინ შობა იყო და უკვე სამარხო გააქვთ რამე აღარ დაგჭირდებოდა არა გილოცავთ ყველას აგლობა სიკეთე და სიხარული თქვენ და ჩვენს ქვეყანას კი ბატონო რატიკო ბატონო ენამწირი არის ისა რა კი ბატონო არაფერს არ ყვება და სვათ ეთერი არ მოყვები არაფერს შენს ამჯერ არ ყვები ინდო კი ბატონო ფოტოშონის სიკაც როგორ ლაპარაკობს იმ ტექსტებს ესეც ძალიან მიკვის დღემდე თუმცა იქაც არის ხოლმე ეხლა ამას არ ვიტყვი მე შევინახავ როგორ გაატარე რატი შენ ამბავი რა ხდება რავი მადლობა ღმერთს კარგად ღვთისმადლობით რაჭაში ვიყავი ცოტა ხანი იმიტომ რომ მე წამოვედი რეპეტიციები გვაქვს თეატრის რეპეტიციები გვაქვს შვიდში პრემიერა გვაქვს კარგი თეატრი იხსნება და ამისთვის წამოვედი ცოტა ადრე მომიწია რა კარგი თეატრი კი არ იხსნება უკარგესი 7 თებერვალს იქნება გახსნა პაატა გულიაშვილის კომედიის თეატრი სადაც აგერ ვიტვირთეთ ნიკოლოზ და მე მგონი რაღაცა გამოგვივიდეს და ბილეთები უკვე არის გაყიდვაში როგორც მოგეხსენება თუ დარჩა კიდე რამე არც მე ჩვენ შეგვეძლება მოსვლა კი ბატონო და გელოდებით პრემიერაზე დიდი კარგია რომ შეგვახსენე სურვილი გვაქვს კარგი ეს ყველაფერი ჩვენი ჩანაფიქრები კარგად ჩამთავრდეს ასე რომ იჩქარეთ ის ბილეთები რაც დარჩა დროზე თორე ვერ შეგხვდებათ ადგილი 7-ში 8 საათზე კი ბატონო ამიტომ მომეწა ცოტა ხნით რაჭაში წასვლა და მინდა რომ პირველ რიგში ჩემო პაატა ჩვენს ერთგულ მაყურებელს მინდა მადლობა გადაუხადო ყველას ვინც აი ამ ჩვენს სერიალის მიმართ არის ძალიან კეთილად განწყობილი რა და განსაკუთრებით მინდა ასევე ემიგრანტებს მადლობა გადაუხადო იმ თბილი სიტყვებისთვის ისაც ის კარგი ადამიანები ჩვენს მიმართ ხარჯავენ რა ეხლა რაჭაში რომ მივიდიოდი პატარა ისტორიას მოვყვები ბენზინის გასამართ სადგურში მივედი რომ საწვავი ჩამესხარა მანქანაში და მივაწოდე ბენზინის გასამართი თანამშრომლის კარტა რითაც უნდა ჩაასხას რა საწვავი და მიყურებს ახლა ეს კაცი და ერთი წუთიო ჩამოწიეო ისო რა ქვია ფანჯარა და ჩამოწიე მინა რა უკაცრავთ თქვენ ის არა ხართო აეროპორტის ქუდი რო გახურია თო სერიალში ვერ მივხვდით ეს აეროპორტის ქუდი რა არ ვარ ეს მიმინოს ქუდს ეძახიან და ამიტომ აეროპორტის ქუდი ასე თქვა დამარხა და
ერთს გავიხსენებ, ერთი მეგობარი მყავს, რომელიც არის ერთ-ერთი წარმოების დირექტორი რა. აჰა. ხო და მთხოვა რომ ოჯახში ვარ თუ რატი დაპატიჟებულიებიო და უნდა წავიდეთო რა და მეოთხარ კი მეთქი არ არის პრობლემა რომ მივიდივართ გზაში მეუბნება 1 საათი მაქვს სამსახურში პატარა საკეო თათბირი მაქვს და სამსახურის მერე წავიდეთო რა და კარგი მეოთხარ და გავაჩერეთ ახლა მანქანა ეს ჩემი მეგობარი ავიდა სამსახურში და ხედავ რომ თანამშრომლები ნენელა შედიან წარმოებაში რა კაბინეტში ხო კაბინეტში და ღიმილით ზოგი აწითლებული სახე პახმელით არის ეტყობა ზოგი, მაგრამ ღიმილი და აი კარგი ხასიათი შედის ხალხი რა. შავგრემანი კაცები რაღაცა კარგად. ხო და 1 საათი გავიდა მე მანქანასთან ვარ, სიგარეტს ვეწევი რა. და გამოდის ხალხი და ყველანი არის გათეთრებული რა. ზოგი გათეთრებულია, ზოგი გაშავებული არის. ნუ მივხვდი რომ რაღაც მოხდა თათბირზე რა. და ერთი ადამიანი წამოვიდა ჩემსკენ, მე ვარ მანქანასთან სიგარეტს ვეწევი. წამოვიდა ჩემსკენ და ხო მოვიდა, არც გამარჯობა მითხრა არაფერი. და ბიჭო თავზე. მე ვერ მივხვდი, გაიგე, რას მეუნება და ბატონო მეთქი და თან ეს ბატონო ისე გამომივიდა ეს წარმები გადაკვეთა შევკარი რა და ცოტა სვარუნად გამომივიდა ეთქობა ეს რა მეთქი და ეხლა ეს კაცი მივხვდა რომ რაღაც შეცდომა დაუშვა მაგრამ სად გამოუასწოროს არ იცის და არის ისე ქებიყავით ღირსები თავის მოკლედ ჩემო ძირფასებო ძალიან მიყვარ ხართ ძალიან მიყვარს ჩვენი მაყურებელი ნიკოლოზ გავიდეთ ცოტა ფინალისკენ ხო და უბრალოდ შეგახსენებთ რომ 17 იანვრიდან თქვენ უკვე შეგეძლებათ ახალი სეზონის პირველი სერიის ნახვა კომედი არხზე საღამოს 8 საათს და რა თუ არა ერთი კარგი სიმღერით დავამთავროთ ეს ყველაფერი და მოკლედ გელოდებით კომედიასო ხოლო მომავალ ხუთშაბათს რა თქმა უნდა შევხვდებით რუსთავიელზე პაატა და ნიკას შოუში დროებით